სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, დღევანდელი წირვისათვის. ზოგჯერ არის ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ მაგალითად ადამიანს არ უნდა რაღაცის გაკეთება და სულიერ ცხოვრებაში ვამბობ თავის დაუცხადი. და მშობელს უნდა რომ ეს გააკეთოს შვილმა. მერე მშობელი თითქოს აძალებს შვილს რომ ეს გააკეთოს. შვილმა შეიძლება ხათრით ერთხელ რაღაც გააკეთოს, მაგრამ მერე ვეღარ გააკეთოს. მშობელი წუხს ამის გამო. და კიდე ცდილობს რომ უფრო მეტად დააძალოს. ეს დაძალებაც იქიდან მომდინარეობს, რომ იცის მშობელმა რა არის უკეთესი და გულისწყდება რომ შვილი არ აკეთებს და უნდა რომ აკეთოს. უნდა რომ ასე იცხოვროს თუ ასე ილოცოს თუ ასე იმართულოს თუ ასე შემდეგ ეს გააკეთოს. მაგრამ თუ ადამიანი არ მივიდა იმ ცნობიერებამდე რომ ეს უნდა აკეთოს და ეს საჭიროა მისთვის რომ აკეთოს, მხოლოდ და მხოლოდ ძალდატანებით არ გამოვა ეგ ამბავი. ან ზოგჯერ არის რომ მოძღვარი ეუბნება რომ აი ასე გააკეთე, ასე გააკეთე, ასე გააკეთე. თითქოს აი ეძალავება ძალს მოძღვარია და ძალს ვის არის რომ ამას უნდა აკეთოს, იმას არ უნდა აკეთოს. მაგრამ ერთი რამეა რომ აი ჩვენ და იმის შესაბამისად რა სულიერ თუ ცნობიერ მდგომარეობაში ვიმყოფებით, უნდა დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა რომ მე თუ ქრისტიანული ცხოვრება მინდა, მაშინ რაც უნდა მაძალებდეს სხვა ადამიანი ამის თუ იმის კეთებას. აი უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს, რისთვის მოვედი ეგ ტაძარში, ეკლესიური ცხოვრება რისთვის მინდა. ან საერთოდ უნდა ვკითხო საკუთარ თავს, ქრისტიანობა მინდა თუ არ მინდა. იქნება არ უნდა ადამიანს ქრისტიანობა, ისიც მე ვამბობ მოძღვრის პოზიციიდან მრევლის მიმართ. იქნება არ უნდა ადამიანს ეს სულიერი ცხოვრება. ჯერ უნდა კითხოს მან თავის თავს, მინდა რომ ქრისტიანულად ვიცხოვრო. ან მოძღვარმაც უნდა კითხოს, რა გინდა რომ გააკეთო, რისთვის მოხვედი. რომ ჯერ დაფიქრდეს კაცი, იქნება არ იცის რისთვის მოვიდა და იქნებ საერთოდაც არ უნდა ის რისთვისაც მოვიდა. ანუ არჩევანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მე დავფიქრდე რომ რისთვის მოვედი, მინდა რომ ქრისტიანულად ვიცხოვრო. და თუ მინდა რომ ქრისტიანულად ვიცხოვრო, მაშინ უნდა მოძღვარიც დამეხმაროს, ჯერ მითხრას რა არის ქრისტიანობა. რა არის ღვთისმცნება, რომ ღვთისმცნების გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. რომ ქრისტეს მიბაძვის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. მერე მე უკვე უნდა შევხედო, თუ სწორად ვითარდება ჩემი ქრისტიანული ცხოვრება, რომ აი ესეთი ცხოვრება, თურმე ეს ყოფილა ქრისტიანობა, აი გავიგე, ცოტა გავიგე რაღაცა. მერე ხო უნდა დავფიქრდე, მე მინდა რომ ვიყო ქრისტიანი თუ არ მინდა რომ ვიყო. და თუ ადამიანი გადაწყვეტს რომ იყოს ქრისტიანი, ის აღმოაჩენს მერე რომ თავის დროზე ის აღსარებად საჭიროა, ის ლოცვაც საჭიროა, მარხვაც, რომ იმ ყველაფრის გარეშე ქრისტიანულად უბრალოდ ვერ იცხოვრებს. გარეგნულად ჩვენ შეიძლება ყველაზე მეტ ქრისტიანებს გავდეთ, ყველაზე კარგ ქრისტიანებს გავდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მართლაც ქრისტიანები ვართ. ქრისტიანობა ქრისტეს მიბაძვა. ქრისტიანობა არის, როდესაც ადამიანი თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში ცდილობს, რომ ქრისტეს მიბაძოს, ქრისტეს დარიგებისამებრ ცხოვროს, მისი მცნებისამებრ ცხოვროს. ამისათვის სულ მინიმუმ საჭიროა, რომ თითოეულ ესე იგი ცხოვრებისეულ სიტუაციაში გაახსენდეს ქრისტე ამ დროს რას გვეუბნება, ამ დროს როგორ უნდა აკეთო. გავიხსენოთ, როგორ მოიქცეოდა თავად უფალი, როგორ მოიქცა ამა თუ იმ შემთხვევაში. თუ ჩვენ ეს ვერ გავიხსენეთ, თუ ჩვენ ეს არ ვიცით ქრისტე რას გვამცნობს და რას გვარიგებს, მაშინ აბა როგორ უნდა მოიქცეთ ისე, როგორც ქრისტიანს შეშველს. უბრალოდ არ ეცოდინება ადამიანს როგორ მოიქცეს. მაგრამ თუ ეცოდინება როგორ მოიქცეს და დაიწყებს ამისკენ სვლას, ის უეჭველად აღმოაჩენს, რომ ამის კეთება ეგრე იოლი არ არის, როგორც გარეგნულად ჩანს.
შინაგანად ეს ძალიან რთულია. რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დაცემული ბუნება გვაქვს და ჩვენ დაცემულ ბუნებას აქვს მიდრეკილება ცოდვისაგან. და თუ ჩვენ გვინდა რომ სიკეთე ვაკეთოთ, ჭიდილი მოგვიწევს საკუთარ თავთ. ამიტომაც ამბობს უფალი, რომ სასუფეველი ცათა იძულების, რომელმან აიძულოს და ვინმე აიძულოს, შვილი, მეზობელი, მრევლი თუ მეგობარი არა, რომელმან აიძულოს საკუთარი თავი, მან მიიტაცოს იგი. ვინც საკუთარ თავს აიძულებს და რა თუნდა იძულება, თუ ეგრე ადვილია და ადვილი არ არის. ადვილი არ არის, იმიტომ რომ ეს გადის, აი, როგორც მოწამეები რომ ევნებოდნენ, ესე ჩვენ დაცემულ ბუნებასთან ჭიდილი, სწორედ მოწამეობაა. რომ შენ უნდა ის, რაც სიამოვნებს, ის არ უნდა აკეთო. რაც არა გინდეს, იგი ჰქმენ, ნუზდევ წადილთა ნებასა. შოთა რუსთაველი ამბობს, რაც არ გინდა, ის უნდა აკეთო და ეგ არის ქრისტიანი. თორე რაც გინდა და რაც სიამოვნებს, აი დღეს ლოცვის ხასიათზე გავიღვიძე. და კარგად ვილოცე და ეგ არის ქრისტიანობა ხასიათზე რო გავიღვიძე. აი რაღაც მარხვის ხასიათზე დავდექი. სიკეთის კეთება მომინდა და რომ არ გინდა და რომ გენანება და რომ გეზარება და მაშინ რო აიძულებს საკუთარ თავს, ეგ არის და ეგ მოწამეობაზე გადის. ეგ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე გადის და ეგ არის რთული და ეგ არის ქრისტიანობა. რომ დაუშვათ გეძნელება რომ ადგე და ილოცო და მაშინ გააკეთებ, აი ეგ არის ქრისტიანობა. რომ გინდა რომ შენ წახვიდე და მეგობრებთან ერთად გაერთო და მოიხინო და შენი თავს შეიკავებ, იმიტომ რომ მარხვა, აი ეგ არის ქრისტიანობა. და თუ ამას ჩვენ არ ვაკეთებ და მარტო იმას ვაკეთებ, რის ხასიათზეც ვართ, ეგრე ხან ვართ ქრისტიანობის ხასიათზე და ხან არა ვართ. ადამიანი ცვალებადია. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენ რო გვყავდეს მეგობარი, რომელიც როცა ხასიათზეა, მაშინ იყოს ჩვენი ერთგული და როცა არ არის ხასიათზე, არ იყოს ერთგული. ქვია მაგას მეგობარი, მაგას არ ქვია მეგობარი. მეგობარი ის არის, რომ უჭირს თუ უხინს, ესე იგი, ეს სიამოვნება თუ არის სიამოვნება, დრო აქვს ამისი თუ არ აქვს, მაინც ყველანაირად ცდილობს, რომ გვერდში დაგიდგეს, როგორც შეუძლია. და ჩვენც როგორც შეგვიძლია, ისე რომ ბაძავთ ქრისტეს, ეგ არის ქრისტიანობა. როგორ ამბობს წმინდა გრიგოლ ნოსელი, ქრისტიანობა არის ქრისტესადმი ბაძვა იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანურ ბუნებას შეუძლია. ანუ რამდენადაც შეგიძლია ადამიანს, იმდენად უნდა მიბაძო. და ჩვენ თუ არ გადავწყვეტ, რომ ვიყოთ ქრისტიანები, მაშინ სულტყუილია ნებისმიერი ადამიანის ძალდატანება. მაგრამ ჩვენ თუ გადავწყვეტ, რომ ვიყოთ ქრისტიანები, მაშინ არავის ძალდატანება არ დაგჭირდება. ჩვენ საკუთარ თავს თავად ვაიძულებდით. და რადგან ვაიძულებდით, ქრისტეს ცნებისამებრ კიდევაც მივიტაცებდით იმას, რაც ჩვენია, რაც ჩვენთვის შეიქმნა სასუფეველი. როგორ ამბობს უფალი მარჯვნივ მყოფებს, როგორ ეუბნება, რომ მოდითო და დაიმკვიდრეთ საუკუნიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. უფალმა სწორედ ადამიანებისთვის გაამზადა, იმიტომ ვთქვი, რომ ეს ჩვენთვის არის, ჩვენთვის რაც არის, შენ წილს მიიტაცებ, სხვისას კი ვერ. მაგრამ იმას მიტაცება ჭირდება, იმას მოპოვება ჭირდება, იმას შრომა, ძალდატანება ჭირდება საკუთარი თავის მიმართ. და მაგის გარეშე ქრისტიანობა უბრალოდ არ არსებობს. მაგის გარეშე უბრალოდ არანაირი წარმატება არ არსებობს, არც ხორცელი გაგებით. როგორც ამბობენ, ქარის მოტანილსო ისევ ქარი წაიღებს. შემთხვევით თუ რაღაც წარმატებას მიაღწევს ადამიანი, იმას ისევ ის ეგრეთ წოდებული შემთხვევითობა წაიღებს. თუმცა ეს შემთხვევითობა არ არსებობს ამ სამყაროში. ყველაფერი მიზეზ შედეგობრივ კავშირზეა დამყარებული. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, რის გამოც მოხდა. ყველა საქმეს თავის შედეგი მოყვება. აი ჩვენს გადაწყვეტილებასაც, ჩვენს მცდელობასაც უფალი ხედავს და იმასაც თავისი შედეგი მოყვება. ჩვენ შეიძლება ვერ ვაკეთებთ რაღაცას, მაგრამ სურვილი და ძალისხმევა და არჩევანი და იქითკენ სვლა, ასაც უფალი მოგვიწოდებს, ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
და ამისი ძალმოსილება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ როგორ ამბობს უფალმა ძალი ერთსა თვისსა მოსცეს. ჩვენ არა გვაქვს ეს ძალა, მაგრამ თუ ადამიანი ცდილობს რომ ქრისტეს უერთგულოს, თავისი გადაწყვეტილებით და თავისი შეუპოვრობით, არა? მაშინ უფალი მისცემს ასეთ ადამიანს იმ ძალას, რომელიც ძალას გააკეთებინებს და დაასრულებინებს ბოლომდე ადამიანს. ამის გარეშე კიდე არაფერი არ იქნება. ამიტომ ჯერ პირველ რიგში ეკლესიურად ცხოვრობთ რა, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რისთვის მოვედი? ან თუ ვინმე მე მაშვება, ესე იგი, აქეთ მეჭიდავება, რომ მოდი შენ ეს გააკეთე, შენ ეს გააკეთე. რაში მჭირდება მე ვინმეს ძალდატანება? მე თუ მართლა იმისთვის მოვედი. და თუ მე ვინმეს ძალდატანება მჭირდება, უნდა დავფიქრდე, რა აზრი აქვს მაშინ ამ ყველაფრის კეთებას. თუ ესე უნდა მეჭიდავ. იმიტომ რომ არ გამოვა. მაგრამ მე უნდა მივიდე იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დავფიქრდე, ესე იგი, ეს წუთი სოფელი დროებითია. არის მარადიული ცხოვრება. რომელი მარადიული ცხოვრებაც აქვე იწყება, დღეს იწყება, ამ წამში იწყება, გუშინ არ დაწყებული. არც ხვალ არ დაიწყება, იმიტომ რომ ხვალ ჩვენ ვიქნებით თუ არა, ეგ არ ვიცით. ეს დღეს იწყება, აი ამ წამში იწყება. ყოველ იმ წამში, როცა ადამიანი ფიქრობს, აი იმ წამში იწყება. და როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს, იმ წამის მოხელთებით ადამიანი მარადიულობას მოიხელთებს. ის წამია ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ის წამი მოგვეცა. წინა უკვე წასულია, შემდეგი ჯერ არ დამდგარა და არ ვიცით. მაგრამ აი ეს წამი, რომელშიც იმყოფებით, აწმყო, რასაც ქვია, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის აწმყო არის დამბადებელი იმ მომავლისა, იმ მარადიული სიხარულის, ყოველი აწმყო, რომელიც ადამიანს მიეცა. ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ძალა, რომ აგვერჩიოს ქრისტესკენ მიმავალი გზა და შეუპოვრად შევდგომოდით ამ გზაზე. და უფალმა მოგცეს ძალი, რომ ეს გზა ბოლომდე გავიაროთ და ღვთისდიდებით, მარადიული ღვთისდიდებით გაგრძელდეს თითოეული ადამიანის ცხოვრება. ჩვენთან არის ღმერთი.